2023 წლის ზაფხულში ინდოეთმა მთვარეზე ზონდი დასვა. მისია Chandrayaan-3-მა მთვარის სამხრეთ პოლუსზე უკვე განახორციელა პირველი სამეცნიერო დაკვირვებები. ინდოეთის კოსმოსის კვლევების ორგანიზაციის ცნობით, ლაზერების გამოყენებით მავალმა ზედაპირზე გოგირდის არსებობა დაადასტურა. ის პირველი მავალია, რომელიც მთვარის ამ რეგიონს იკვლევს. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, როგორც პლანეტის უკეთესად გასაცნობად, ასევე ინდოეთისთვის, როგორც კოსმოსური ძალის სტატუსის მოსაპოვებლად. განსაკუთრებით მაშინ, როცა რუსეთის მისიები კატასტროფას განიცდიან. ხომალდი Chandrayaan-3 იგივე მთვარის მანქანა, რამდენიმე ჩავარდნილი მისიის მოდიფიკაციური ვერსიაა, რომელმაც გაამართლა და თან დიდი წარმატებით. მთვარის გამოუკვლეველი ნაწილის მიმართ ინტერესი მას შემდეგ განსაკუთრებით გაღრმავდა, რაც მეცნიერებმა სამხრეთ პოლუსზე წყლის არსებობის სავარაუდო ნიშნებს მიაკვლიეს. ინდოეთი მთვარეზე კოსმოსური ხომალდის დასმას 2019 წელსაც ეცადა, თუმცა პროგრამული უზრუნველყოფის ხარვეზის გამო როვერი მთვარის ზედაპირს შეეჯახა და მისია Chandrayaan-2 წარუმატებლად დასრულდა. მანამდე Chandrayaan-ის სხვა მისიებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მთვარის რუკების შედგენაში და პოტენციურად რესურსებით მდიდარი ტერიტორიების იდენტიფიცირებაში. ამ შემთხვევაშიც ინდოეთის ინტერესი ჰელიუმ-3-ის ძიებაში და მთვარეზე მუდმივად ყოფნისთვის აუცილებელი პირობების შექმნაში მდგომარეობს. და მაინც, რას გვთავაზობს ასეც მთვარე? მოკლედ ჩამოვთვლი იმ უპირატესობებს, რაც ჩვენი პლანეტის ბუნებრივ თანამგზავრს გააჩნია, იმ საკაცობრიო მიზნებისთვის, რასაც კოსმოსის კვლევა და საპლანეტაშორისო მოგზაურობა ჰქვია. მეცნიერული გადმოსახედი და მთვარე არამხოლოდ დამოუკიდებელი ინტერესის საგანი, არამედ მზის სისტემის წარსულის ერთგვარი მუზეუმიცაა. მისი ზედაპირი ქვებითა და მტვრითაა დაფარული, რომელიც ასაკით ჩვენს მზის სისტემას უტოლდება. მთვარეზე შეიძლება წავაწყდეთ მინიშნებებს მზის წარსულისა და იმ გარემოს შესახებ, რომელშიც მზე ფორმირების შემდეგ მოგზაურობდა. ასევე მზის სისტემაში არსებული იმ მრავალი ობიექტის შესახებ, რომლებიც ზომით იმდენად დიდია, რომ მათი ნებისმიერი შეხება დედამიწასთან პლანეტაზე და არა მარტო სიცოცხლის სრული მოსპობით დასრულდებოდა. მთვარე ასევე არაჩვეულებრივი ადგილია რადიოტელესკოპების განსათავსებლად. ამ შემთხვევაში მთვარე ერთგვარი ფარის როლს ასრულებს და დედამიწიდან წამოსულ რადიოტალღებს ბლოკავს. მთვარეზე არსებული რადიოტელესკოპები იმ სიგნალების უკეთ გარჩევას შეძლებენ, რომელთა პოვნაც დედამიწის ხმაურში შეუძლებელია. მაგალითად, თუ სამყაროს ადრეული დღეებიდან მომავალ სიგნალებს დაბიჯერთ, შესაძლოა ჩვენი წარმოშობის შესახებ მრავალი რამ შევიტყოთ. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში.